შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი მეოცე. ნაპოლეონის ტაქტიკა. დასაზვერად ალექსანდრე სულხანიშვილი და გაბო ოზიაშვილი გაემართებოდნენ. ხომ უნდა შეესწავლათ დროებითი სადგომის ირგვლივ რა ხდებოდა, რათა თავდაცვა გაადვილებოდათ მდევარისაგან, დიდძალი რაოდენობით რომ მოჰყვებოდნენ. თვალიერება თვალიერებაში ვიღაც ოსს გადააწყდებოდნენ. იმ მხარეში ერთი ოსური სოფელი არსებობდა და იმის მკვიდრს. ალექსანდრეს უძნელდება ამ სტრიქონების ჩაწერა. არასასიამოვნო სათქმელია, მაგრამ სიმართლედ ის მოჩანდა, რომ ოსთა უმრავლესობას ჯაშუშობა მოსდგამდა ბუნებით. ჩვეულება კი რჯულზე უმტკიცესია და არც მგელს მოშლიდა მგლობას. ასეთები იყვნენ ისინი ხელმწიფის დროს, ასეთებად დარჩნენ ჩვენი დამოუკიდებლობის წლებშიც და როდესაც კომუნისტები შემოვიდნენ საქართველოში, ისედაც წითლები სულ მთლად გაწითლდნენ. ამ ზოგად შთაბეჭდილებას არა დაგიდევდნენ შეფიცულნი. ის ოსი გზად რომ გადაჰყროდათ და არა ტყეში. ახლა კი შეეჭვდებოდნენ. ამბოხების დღეებში ყველა გაურბის ტყეში შესვლას და ეს ვითომ ასეთი გულუბრყვილოა, რომ ასე თამამად დაიარებაო. ხელში პატარა ცული რომ ეჭირა, ეს კიდევ უფრო გაუძლიერებდათ ეჭვს პარტიზანებს. შესამიღბად სჭირდება, ვითომ რაღაცის მოსაჭრელად შემოსულაო. ასე იგდებდნენ ხელთ პირწავარდნილ ჯაშუშს, წაწოწიალებდნენ თავიანთ ბინაზე და ქაქუცას წარუდგენდნენ. ეს ნამდვილი ჯაშუშია და უნდა დავხვიტოთო. ქაქუცა მოიღუშებოდა, არა დავარიგოთ და არაფერსაც არ იტყვის. ესენი გადაირეოდნენ, თავს ვიხუპავთ და ეგაა. ამის გაშვება და ჩვენი გაცემა ერთი იქნებაო. ის თავისას დაიჟინებდა. ესენიც აღარ მოეშვებოდნენ და ბოლოს თითქოს დაიყოლიებდნენ. წადით, თავში ქვაიხალეთ, რაც გინდათ ის უყავით. მაგრამ ეს ისე მკვახეთ იქნება ნათქვამი, ორივეს ხელი დაუდუნდება და ერთმანეთს შეაცქერდებიან იმ განცდით, არა შენ გამოუყვანე წირვა და არა შენო. და მიხვდებიან, ამის დამხრეტნი ჩვენ აღარა ვართ და ჟობს გაუშვათო. მემუარებში კი თავს მაინც ვერ იკავებენ ამ სინანულისაგან. ცოტა გაწყდა, რომ ამ ხათრიანობას და უფროსისადმი მორჩილებას თავიც არ წავადეთ ზედო. ესაა ერთადერთი პასაჟი ამ ხატრულ დოკუმენტურ რომანში, რომელშიც მოიარებით გაისმის საყვედური ქაქუცას მიმართ და ამოვარდნილია ერთგვარად პანეგირეკული სტილისტიკიდან. მემუარისტს მძაფრად ჩარჩენია ხსოვნაში ის წუთები, კინაღამ რომ შეეწირნენ ჯაშუშის უვნებლად გაშვებას. არადა
ეს საყვედურ ნარევი ნაამბობიც სხვას რას ქაქუცა ჩოლოყაშვილის კაცთ მოყვარეობას მეტყველებს. 3 საათიც არ გაივლის ოსის გათავისუფლებიდან, რომ წითელ არმიელები დაესხმოდნენ თავს. ჯაშუშს ეჩვენებინა ზუსტად მიამბოხეთა ბინა, თანაც იმ მხრიდან დაევლოთ თავს, საიდანაც არ მოელოდნენ და ყარაულიც არ დაეყენებინათ. ეტყობა ჯაშუშს მარჯვეთ მიმოევლო თვალი ბანაკისათვის და ის ლამის საბედისწერო მხარეც, ამიტომ მიეთითებინა მდევართათვის. სწორედ ეს უნდა იყოს ჯაშუშის დანაშაული, თორემ ამ მიდამოებში რომ იმყოფებოდნენ მეამბოხეთა რაზმი, არავის დასმენა არ სჭირდებოდა. თვითონ ქაქუცა შეეთვალა ჯარისკაცთა უფროსობისათვის, თუ ჩვენ დევნას არ იშლით და სოფელს ემუქრებით განადგურებით, აგერ აქ ვართ, მობრძანდით და დანარჩენი ადგილზევე გავარკვიოთო. ოსის გაშვებისათვის პირადად ცხადია საყვედურს ვერ ჰკადრებდნენ თანამებრძოლნი. რომ შეეტყო დაუცველი მხრიდან სწორედ მან მოგვაყენა ჯარიო, მაინც არ ინანებდა. რაკიღა არ გაუწია გულმა მის დასახრეტად, არ გაუწია და ზედმეტია ასეთ დროს სინანული თუ თვითგვემა. თავის მოქმედებაში ჩოლოყაშვილი ისეთ პარტიზანულ ტაქტიკას მიმართავს, რომ მასთან რეგულარული ჯარის ბრძოლა უშედეგოა. თურმე ესეც განეცხადებინა ჩეკისტ მიასნიკოვს საჯარო ლექციისას, თუმცა განმარტებით აღარ განემარტა, თუ სახელდობრ რას გულისხმობდა. ეტყობა მოერიდა, სულად სასეირო არ გავხადო წითელი რაზმების მსმენელთა თვალშიო. ბოლშევიკებს კი ფარდა გადაფარებული ურმებით რომ ჩამოჰქონდათ თავიანთი მკვდრები და დაჭრილები თელავში. გზადაგზა სოფლის ხალხს არწმუნებდნენ, ქაქუცას რაზმელები არიანო. ეტყობა მოერიდნენ სიმართლის გამჟღავნებას. სულად სასეიროდ არ გავიხადოთ თავი ამათ თვალშიო. გარეგნულად ერთმანეთს დამგვანებია ორი სხვადასხვა ეპიზოდი. გარეგნულადაც კი, გარეგნულადაც და თურმე შინაგანი განუყოფლობითაც რაკიღა საჯარო ლექციის ის პასაჟი იმავე ბრძოლის გამოძახილი გახლდათ, რისი უშუალო შედეგიც ფარდა გადაფარებული ურმები იყო და მიასნიკოვი ისევე მიღბავდა რეალურ ამბავს, როგორც ის გადაფარებული ფარდაგები. თუმცა იმალება კი შუბი ხალთაში. ხევგრძელას მისდგომოდა ქაქუცა პატარა მდინარეს ერწოსა და თიანეთის მიჯნაზე. სვიმონიან თხევში მოგებული ბრძოლისა და იქაურობის იძულებით მიტოვების შემდეგ აქეთ ექნა პირი. არა მარტო დედაქალაქი დარჩა აუღებელი, მანგლისიდან და დუშეთიდანაც გამოეყვანა თავისი რაზმები, რაკიღა ვერცერთი შენარჩუნებას ვეღარ ახერხებდა და გამარჯვება მიტოვების ეს დრამატული სერია სვიმონიან თხევით გაგრძელდებოდა. ფარხმალის დაყრას ჯერ მაინც არ აპირებდა, თუმცა დამოუკიდებლობის კომიტეტის სახელით ის პროკლამაცია გავრცელდებოდა აჯანყებას დამარცხებულად და გათავებულად რომ აღიარებდა და ხალხს მოუწოდებდა იარაღი დაყარეთო. შალვა ამირეჯიბს რა დაავიწყებდა, როგორ არ დაიჯერებდნენ არც ქაქუცა და არც მისი თანამებრძოლნი. ეს პროკლამაცია კომიტეტის შედგენილი არ უნდა იყოს და ბოლშევიკებისათვის ჩვეული ფანდია, სხვა არაფერიო და თავიდან იქნებ შემოწმებასაც არ აპირებდნენ, მაგრამ
ბოლოს მაინც მოვალედ მიიჩნევდნენ თავს, დაბეჯითებით დარწმუნებულიყვნენ მის სიყალბესა თუ სინამდვილეში. შემოწმება კი გულსატკენ ამბავს გაუმჟღავნებდათ. ტექსტი არა ყოფილა ნაყალბევი და იძულებით დაიწერა თუ რა იყო, მართლა დამოუკიდებლობის კომიტეტი ივედრებოდა. უღარ გააგრძელებ ბრძოლას, რადგანაც იმედის ნატამალით აღარ არსებობსო. კაკუცა თან თითქოს ეგუებოდა მარცხს, თან მაინც არ ეთმობოდა ბრძოლა. იარაღის დაყრის შემდეგ როდისღა რას მოეწეოდი? შეფიცულები აქ უკვე ვეღარ იპოვიდნენ საიმედო თავშესაფარს და კიდეც რომ ეპოვათ, მათ გამო ხალხის დაუნდობელი აწიოკება ბოლოს მაინც გამოიყვანდათ ტყიდან. ამიტომაც თუ რაიმე იყო შესაძლებელი, ისევ ახლა თუ მოხდებოდა მღელვარების, დაუშოშმინებლობის ჟამს და კაკუცა იმედით მიაჩერდებოდა კახეთს. ის გამოიღებს ხელს თუ გამოიღებს, იქნებ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დაღუპულა და სასიკეთო და ჩემოვატრიალოთ აჯანყების ბედი იმ კუთხიდან, საიდანაც წამოვიწყეთ ეს პარტიზანული მოძრაობაო. ტყვეებს გაათავისუფლებდა როგორც ჩვეოდა, ამჯერადაც უნებლად გაუშვებდა. წარუმატებლობას ვერ გაექვავებინა მისთვის გული და ყოველწამიერ შურისგებაზე კვლავ არ ფიქრობდა. დიდი შურისძიება იყო მოსახდენი, 25 თებერვალი უნდა დამხობილიყო, თორემ ცალკეულ ჯარისკაცებზე ანგარიშწორებამდე არ დაინდაბლებდა თავს. მათ ცხენებსა და იარაღს კი დაიტოვებდა სამხედრო ტროფეით და ღამის გასათევად ხევგრძელას მიდამოებს რომ შეარჩევდა მაღალმთიანსა და ტყიანს, რამდენიმე დღის უჭმელსა და უძინარ თანამებრძოლებს ამოსუნთქვის უფლებას მისცემდა. შეგიძლიათ ცხენებს უმაგირები მოხადოთ, საჭმელი კი ახლავე იქნებაო და კაცებს გაგზავნიდა სანოვაგისათვის. იმათი მოტანილი ცხვრითა და ხმიადით რომ დანაყრდებოდნენ, ჩვეულ ბანაკურ ცხოვრებას მიჰყოფდნენ ხელს, ვინ მიწვებოდა თვალის მოსატყუებლად, ვინ საცულის გასარეცხად ჩადგებოდა მდინარეში, ვინ ცხენების ბანვას შეუდგებოდა და შალვა ამირეჯიბი, ვიდრე კაკუცა ჩოლოყაშვილსა და სპირიდონ ჭავჭავაძესთან ერთად ნაბადზე მიწვებოდა, თვალში ასწრებდა, თუ როგორ აღტაცებულიყვნენ ბიჭები გარჩეული ცხენებით, კომუნისტურითო, იუმორს ჩააყოლებდა წაძინების წინა გაფიქრებას. მოსვენების დრო არაფერს უნდა დაეფრთხო. წითელ არმიელებს აქ შემოსვლა ვერ უნდა გაებედათ და მიამბოხეებს ძლივს საშუალება მისცემოდათ ძალღონე მოეკრიბათ ბრძოლის განახლების წინ. რა კიღა ამ პატარა მდინარის სახელი, შალვას მანამდე არასოდეს გაეგონა, დაინტერესდებოდა, საით უძევს გზაო, აუხსნიდნენ, უფრო მოდიდო მდინარეს უერთდება ილტოს, რომელიც ალაზანში ჩაედინებაო. თითქოს იმასაც ჩვენი გზა ჰქონია, ან ჩვენ აგვირჩევია იმის სავალიო, რაღაც ამგვარს გაიელვებდა გულში და ისე გაემზადებოდა ზმანებებში შესაცურებლად, თითქოს 300 ძილი ელოდებაო. ვინაცალად, თორემ უეცრად ტყვია გავარდებოდა და კაკუცა წამოიჭრებოდა თუ არა, ყარაულიც მოირბენდა. რუსები ტყეში შემოვიდნენო,
სროლა რომ ატყდებოდა ნაბადზე წამოწოლილ შალვა ამირეჯიბსა და გენერალ ჭავჭავაძეს შეკრთომა ერთი ბეწოთიც არ შეეტყობოდათ. ის კი არა, შალვა თვალის დახამხამებაში გააძრობდა ნაგანს და ჯიქურ წამოეშველებოდა შეფიცულებს. რა გასაკვირია მის ამგვარ საქციელს უფრო მაღლა რომ აეზიდა შალვას ღირსება მე ამბოხეთა თვალში. ამ ღირსებას ის სხივიც ემატება მემუარულ ჩანაწერებში პოეტი და პუბლიცისტი, სხვათა შორისაც რომ არ ახსენებს თავის უშუალო მონაწილეობას ხევგრძელას ბრძოლაში, რომელსაც საკმაოდ ვრცლად აღწერს. არამც თუ ჰეროიკული პათოსით არ ყვება, თუ როგორ გააძრო იარაღი სროლის დაწყებისთანავე და უშიშრად შეერია მე ამბოხეებს, ისეც არ ჩაურთავს სხვათა შორისაც მეც მომიწია ნაგანის ამოღებაო. მხოლოდ იმას იხსენებს, თუ როგორ წამოწვა ნაბადზე. იქიდან წამოჭრა კი ვითომც არ მომხდარა. ალექსანდრე სულხანიშვილის ნაამბობი რომ არა, სამუდამოდ მიეფარებოდა თვალს ეს ეპიზოდი, ასეთი ტევადი და სახიერი შალვა ამირეჯიბის პიროვნული ხასიათის წარმოსაჩენად. თვით შალვას მონაყოლის ფონზე, თორემ გაბედული კაცი რომ იყო, ისედაც ცნობილია და იმ ბრძოლის დროსაც ისე რომ არ გაჩერდებოდა, არც ესაა ძნელი მისახვედრი. რუსები ტყეში შემოვიდნენ, ბანაკი აეფორიაქებინა ყარაულს. ტყეში შემოსვლას ვინჩიოდა თურმე უკვე თოფსა და ტყვიამფრქვევს უშენდნენ და მათი თავები 30 ნაბიჯზე მოჩანდა. ტყვიამფრქვევი ისე ლეწდა ხშირი ტყის ტოტებს, შალვას წალდით ჭრა დაუდგებოდა თვალწინ. თუმცა რა დროს შედარება მეტაფორები იყო, ყოველი წუთი და მგონი წამით შესაძლოა საბედისწერო გამხდარიყო შეფიცულთათვის. ესეც მოულოდნელი თავდასხმის ეფექტი. შალვა ამირეჯიბი ამჯერადაც მიუკერძოებლად გამოირჩეოდა და საქებარ ეპითეტს არ დაიშურებდა, ოსტატურად შემოპარულიო. მათი საქციელი პრიად თამამი იყო და არც უბრალო ავანტიურაო. ეს იყო მეტად ოსტატური გეგმა, ქაქუცას ხელში ჩასაგდებად განზრახული და თამამად წარმოებული. გეგმა ოსტატური და გაბედული იყო. რა შეიძლება დაპირისპირებოდა ამ ოსტატურ, გაბედულ და თამამად წარმართულ გეგმას? მხოლოდ ისეთი პარტიზანული ტაქტიკა, რაც ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ბრძოლას შეუძლებელს ხდიდა და თვით ჩეკისტი მომხსენებელიც აღიარებდა შეფიცულთა ბელადის იმ დიდ ოსტატობას, რომელთან შედარებითაც გაფერმკრთალებულიყო ბოლშევიკთა ის ღრმად გააზრებული და თამამი სამხედრო მანევრი, თორემ სხვას უეჭველად იგდებდნენ ხელთ. ბანაკი შეიმძრეოდა, აჩოჩქოლდებოდა, მაგრამ ჩოჩქოლი ერთ წუთზე მეთხანს არ გასტანდა, რადგანაც ძინარენიც და განზე გასულნიც ერთბაშად შეჯგუფდებოდნენ. ბელადი კი ორ სხვადასხვა ადგილიდან მომართულ ტყვიებს იმით მოიგერიებდა, რომ რაზმს უკან დახევასა და ხაზის დაჭერას უბრძანებდა. ერთ გუნდს კი ტყვიამფრქვევის აღკვეთას დაავალებდა, ხოლო მეორე ამ დარაზმულ მებრძოლებს სროლითა და ყიჟინით მიუშვებდა წითელარმიელებზე და მტერს ხევგრძელაზე გადააქანებდა. კარგა მანძილზეც გაეკიდებოდნენ მეამბოხეები მომხდურს და იმ ცხარე ხანმოკლე შეტაკებისას გაგრძელებით 15 წუთზე მეთხანს რომ არ გაგრძელებულა, მხოლოდ ერთი ცხენი დაეჭრებოდათ, წითელ არმიელებს კი
რამდენიმე კაცი. აქ დაყოვნება აღარ შეიძლებოდა და ქაკუცა ბრძანებდა თუ არა ცხენების შეკაზმვასა და დროულად წასვლას სარბაზნების გრიალიც გაისმოდა. ესენი გაიტრუნებოდნენ და მიაყურადებდნენ. ჩვენკენ ხომ არ ისვრიანო და სიცილს ასტეხდნენ. უკვე ვეღარ გვწვდება ყუმბარები და მალე სულაც სამშვიდობოს ვიქნებითო. თურმე ისე იოლადაც არ ყოფილა საქმე, როგორც ერთი შეხედვით მოჩანდა. ბოლშევიკური პოლიტიკური და სამხედრო მანქანა მთლიანად საიმისოდ მიმართულიყო, რომ როგორმე ქაკუცა ჩოლოყაშვილი ეგდოთ ხელთ. მანგლისზე თავდასხმის შემდეგ პარტიზანთა ბელადის კვალს რომ დაჰკარგავდნენ, მხოლოდ დუშეთში აღმოაჩენდნენ და მას შემდეგ კვალში ჩაუდგებოდნენ. აკი სვიმონიან თხევში გადაეღობებოდნენ, მაგრამ გამოქცევა მოუწევდათ, თუმცა რაკიღა კარგად იცოდნენ, ერწოდან უსათუოდ კახეთში დააპირებს გადასვლასო, გზაშივე დაახვედრებდნენ ქვეით ჯარსაც და არტილერიასაც. იმ რაზმის დანიშნულება ტყეში ასე მარჯვეთ რომ შემოიპარა, გახლდათ ის რომ ქაკუცა თავის მეამბოხეებიანად ხევ გრძელაზე დაექანებინა, იქ კი საკმაოდ მოხერხებულ ადგილას თავარი ძალები ჩაესაფრებინათ. ყველაფერი ზუსტად გაანგარიშებულიყო. ქაკუცა გამოუვალ ყოფაში უნდა ჩავარდნილიყო და ან ცოცხლად შეეპყრათ, ან და მის ცხედარს დაპატრონებოდნენ აჯანყების სწორუპოვრად ჩახშობის ნიშნად. ეს რა ტრიუმფის მომლოდინე განზრახვა მოუყირავათ ამბოხების მეთაურმა, მარჯვე ტაქტიკის წყალობით თვით რუსის რაზმი დააქანა მდინარეზე. ჩასაფრებულ ჯარს მოეჩვენებოდა, ანუ წინასწარვე როგორც დარწმუნებულიყვნენ, მეამბოხენი გამორბიანო და რაღა მოათმენინებდათ და კიდეც დაუშენდნენ ზარბაზანს, თვალს მოჰკრავდნენ თუ არა გამოქცეულებს. დიდხანს გრიალებდა ზარბაზანი და ძალიანაც დააზარალებდა თავისიანებს. ქაკუცას რაზმელები კი კიასხევში ჩააღწევდნენ თუ არა, მოსახლეობა დაუბეჯითებდათ, რაც ამათ ვარაუდით უკვე ევარაუდათ რუსის წითელმა ლაშქარმა ერთმანეთი ჟლიტაო. ალექსანდრე კარგარეთელიც ამასვე ხვდება, რასაც შალვა ამირეჯიბი. ზოგადი ქარგა ორივე ნაამბობისა ერთი და იგივეა, ოღონდ აქ ამოიკითხება ზოგიერთი ისეთი დეტალიც, რაც მეტად საგულისხმო შტრიხებით ავსებს მინანქრის შემოქმედების მიერ აღდგენილ სურათს. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია.